ესე იგი ბოშვებო. ესე ძველი ვართ ხაზბეგში, სნოს თავზე. ვიყოფებით არშის ციხეზე. არშის ციხე არის დაარსებული მე-13 საუკუნეში. ხოდა ასე იგი არშის ციხის ისტორიას უკავშირდება გიორგი სააკაძე. მისი აჯანყება შაჰ-აბასის წინააღმდეგ. ხო, კიდე რაც შეეხება აქ ლეგენდა არის ესეთი, რომ მოთარეშება აი ეს ციხე და აქ იყვნენ გამაგრებული და ხევსურები. და ხევსურებმა აღაშენია დასწავლიდა მე ეს. კარგია, კარგი. კარგია, ვიცი სიცილი კაია. აი, მე ამოჭრიფია. ბაზარი არა, შენ ოღონდ ილაპარაკე და. და ესე იგი, ერთი ხევსური კაცი იყო რა, რომელსაც ხოდა ძალიან ლამაზია. რა ხევსურებმა ხრიკით, ხერხით, აი ეს, დაიბრუნეს ციხე, წარდგინეს ციხე და სწორედ ეგ ფაქტი ასახა ილია ჭავჭავაძე საულის წერილებში. ხო. ეს გაბრაზებულა ხე. და ხმალ სიმოკლის გამო ვინ იწუნევსო გადადგი ფეხი დაგრძელდებაო. უცხოს და თავი მოუჭრია იმით. და ამოხოცია ეს ამდენიმე კაცი და უცხოს გაუღია კარი. ამ დროს ეს ჩასაფრებული ხევსურები წამოვთან და შემოორდნენ ციხეში და ყველა ამოუწყვეტა. და ზუსტად ეს ისტორია უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს ეს რო არის. საულის წერილი. ხო, მან რო უყვება მოხევე ერთ ისტორიას. ილიას და ლელას საფუძს. ზუსტად ეგ არის ასახული, ოღონდ სახელი ვერ შესწავლილი. ეს ისტორია. ხო. ო, ციხე იყო რამდენ მე. ციხე. არშის ციხე. არშის. სულია. ბავშვებო, პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ, რომ ჩვენ ყოფნით ხაზბეგში. ეს არის არშის ციხე. ისტორიული ადგილი საქართველოს კუთხეში, ერთ-ერთი უძველესი და ძალიან მაგარი ადგილი არის. აქ ბევრი ისტორიას უკავშირდება. ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებში არის აღწერილი ეს ადგილი და შეგიძლიათ აქ ერთხელ მოვიდეთ, დაათვალიეროთ. Copy და paste. ძალიან ლამაზი ადგილი არის, შეგვიძლია აგერ ჩვენს დამსწრე საზოგადოებას, ასევე მაგალითად უკანაც შეუძლიათ გავიდნენ, გახედონ, ნახონ რა არის რას ლამაზია უკანა მხარესაც და ასევე ავიდეთ მოდით ახლა ამ ციხეზე და გადმოვიხედოთ აქედან ძალიან დიდი სილამაზე იშლება ეს არის ჩვენი მიწაწყალი ქართული მიწაწყალი და რა ვიცი აქედან ჩანს კიდე დაამატებს ჩვენი დათო აგერ კონკრეტულს მე ზოგადად აგიხსენით ამ ციხის შესახებ და დათო დაამატებს აგერ ჩვენიერი ეპილოგი იყო თქვა ჩვენმა მეგობარმა ბატონო რა დავამატოთ ერთს ვიტყვით ციხე არის აშენებული მე-12-მე-13 საუკუნეში მართლაც რომ ისტორიული არის და ძალიან ბევრი ფაქტის მომსწრი არის ეს ციხე იყო დამცველი ციხე აქ აფარებენ ხევსურები თავს ასევე არის სალოცავი აშენებული აქ როდესაც დღესასწაულებზე ხევსურები ისევ ამოდიან და ამ ადგილას ლოცულობენ ქვემოთ გადავიხედებით არის სნო არის სოფლები ყაზბეგის ცოტა ხანში ჩვენ წავალთ გერგეძე ზუსტად და გერგეძე მოგიყვებ გერგეძის ჩამოვარდებია მე ჩემ თავს ჩემი წინაპრების ის დარჩეს ხალხს ას ბოდიალობა ნახე და ოფიქსირე ამოვიდეთ ჩვენ ამ ციხეზე ეს არის ჩვენი ტურის შემადგენლობა საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ვართ რაოდენობრივად რა თქმა უნდა და აგერ დავათვალიერეთ ახლა ძალიან ულამაზესი ადგილი არის უკანა მხრიდანაც რა თქმა უნდა წინა მხარეც ახლა ვაჩვენეთ კმაყოფილები ვართ სულ ყველა ნამდვილად ძალიან მაგარი ძალიან იცი შეხდა Bravo, čemu se spukati? ვისეუნები?
რა უნდა დაგიბრუნოსო? აბა ერთი ახლა გას გერგეთი არის ეს ბაზარი გერგეთის სახლთან. რა ეს არის გერგეთის სახლთან. და რატო აშენდა ეს ბაზარია? როდესაც იმერეთის, ქართლის და კახეთის მეფეები მე-16 საუკუნეში შეიქმნნენ, გადაწყვიტეს რომ აეშენებინათ ბაზარი. და არ იცოდნენ სად აეშენებინათ. სწორედ თვითონ გამოვიდნენ და ერთმა ხელშუმა ბერმა უთხრა ესეთი რაღაცა. დადეთო ერთი მთის ძირზე ხორცის ნაგლეჯიო, ბობა ხორან და სადაც დადეთ და შეჭამთ. სწორედ იქ ააშენეთ ბაზარი. მართლა დადეს მთის წვერზე, ეს ლეგენდასავით და მართლა დადეს და ხორან მაიღო ეს ხორცის ნაჭერი და გაფრინდა. გდიეს და სადაც კი დაჭდა ხორანი. ხო, ყველგან ააშენეს ნიში. და ბოლოს ხორანი ჯერ აქ დაჭდა და მერე აი აქ შეჭამა ეს ხორცი. და აქ ააშენეს ბაზარი. შემდეგ ბაზარი როგორც მე-16 ჰა? თავისი ტიცილის ტიპი. ბაზარი არის. ნაციონალური შოუ. გაგზელე, ამას ამოვჭრი მე. ამ კაცს ამოვჭრი მე, გაგზელე. ხო არ ვაჩვენებთ ესეთი წანწრაგითი რო ყავს. მეტ მოსაყოლი არა მაქვს. შევიდეთ ბაზარი დავაწყოთ. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. მოდიში რომ ვერჩრები არა, შემოვდივარ წყოში. ყველა აქ ყოფ ადამიანს ინდივიდუალურად რაღაცა ორი სიტყვით რო თქვას, თავისი აზრი გამოხატოს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. დავიწყოთ ამ ადამიანის სახელი გვარი და ეს ორი სიტყვით. თვითონ სიტყვას რო ვამბობთ. აი ეს ადამიანი იწყებს სახელი გვარი, მოკლედ, ძალიან მოკლედ. შენ შესახებ და დანარჩენი თქვი მე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გახლავართ ლალი მურმანიშვილი. ესე იგი, ძალიან საინტერესო ტურია დღევანდელი დღე. მართლა ძალიან ლამაზი დღეა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კარგი გიდი გყავს. ყურადღებიანი, მხიარული ტურია. რაც ყველაფერს საუკეთესოს ნიშნავს, იმიტომ რომ დადებითი მუხტი მოდის პოზიტიურად გამომდინარე და მხიარულად მიდის დღე ლამაზად და სულ კარგ განწყობაზე ხარ ერთი სიტყვით და ღირს. ანუ რამ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი, რომ აი ესეთი კარგი განწყობილება და ის შეიქმნა მარტო გიდის ლამაზი დღეა, მზიანი დღეა. ხო და ლამაზი ბუნება. ხო, შვიდი გარემოა, რაც მთავარია, როცა ზიხარ ეკლესიის ეზოში. კაი ხარ. შემდეგი არის ეს ადამიანი. მე ვარ ნინო ჩაბიშვილი. დღეს ეს დღე რასდროს არ დამავიწყდება, ყველაზე კარგი და მაგარი დღეა. კარგი გიდი ყავს, მხიარული, რაც მთავარია და იდეალური გარემოა დასასვენებლად და სანახავად. თქვენ? ნათიკო. მე ვარ ნათია ტურიაშვილი. ან ძალიან მომწონს დღევანდელი დღე. მართალია ცოტა ამოსვლა გამიჭირდა, ცოტა კი არა კარგად. მაგრამ ანუ ყველაფერი ძალიან კაია, დიდი სურვილი მქონდა აქ გამოსვლის. აქ მაყოფილი ვარ. კაია ყველაფერი. კაი ხარ შენ. მიანითა. კაი ორი სიტყვა. შენ უკვე კადრში ხარ და როგორ არ გინდა? მე ვარ ქეთევან ბერუაშვილი. თქვი? არ უნდა. კაი, გადავდივართ შემდეგ ადამიანზე. ძალით ხوار დავატოვე ეს. ერთი ვარ, თქვი? ეს მე ვარ ინგა მორმანიშვილი. დღევანდელი დღე, იმიტომ რომ არის ძალიან ლამაზი ბუნება, არის საინტერესო ადგილები, რომელიც არ გნახავს. და ძალიან მომწონს, რომ ამოვიდეთ გერგეთის სამეფოში, ძალიან საინტერესო ამბების მომსწრე და ნახვის საშუალება მოგვიყვება. საინტერესოს რომ შეგიძლია, აი რატომ არის საინტერესო ორი სიტყვით თუნდაც ის ჩააქცევ. რომ არის მე-16 და არის მე-13 საუკუნეში აშენებული ეს ტაძრები, მონასტრები, რომელიც არის მოქმედი და დღესდღეობით კიდევ ამოდის ძალიან ბევრი ტურისტი, თუნდაც ქართველი ადამიანებიც და ნახულობენ ჩვენს ასეთ ლამაზ ბუნებას და ეკლესიას. შენ მოხარული ხარ. აი ხარ. ეს ადამიანი ცივი. რანივიში ჩავიტყა ფოტოგრაფმა. არა გამოვიდა. გასწოვიდა ისე რომ ხო, დაიკეტება მე. კარგი, გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა ესეთ რაღაც გითხრათ. ღიხარ, წარადგინე თავი. მე ვარ ვატო მოსიაშვილი. პირველი ჩემი რჩევა იქნებოდა ქართული ხალხისთვის, რომ
ესეთი ბედნიერი დღეები, როგორც ჩვენ გავატარეთ. გაგეტარებინოთ თქვენც. არ იქნება ეს მნიშვნელობა, მიშთანეთად გაატარებთ. თავარია ნახოთ ეს ადგილი, ესეთი ადგილები საქართველოში. ულამაზესი ადგილია, პირველად ვარ მე მართლა ამ ადგილზე, მაგალითად. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თქვენც ამოსულიყავით და გენახათ ეს ადგილები. ჩემი მეგობრები აქ ვინც ვართ, ყველანი ძალიან მაგარ ხასიათზე ვართ, იმიტომ რომ ესეთ სილამაზე ვნახეთ. სახეებზე შეგვიძლია დავაკვირდეთ. სახეებზე შეგვიძლია ულამაზესი ეკლესია და ულამაზესი ბუნება. გირჩევდით რომ თქვენც განგეცადოთ იგივე გრძნობა, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა განვიცადეთ დღეს. მოდი ჩემთან, მოდი.